შეხვედრაზე, როდესაც სტუდენტებმა ამერიკელ ანთროპოლოგს მარგარეტ მიდს შეკითხვა დაუსვეს, თუ რას ფიქრობდა იგი, რა იყო ცივილიზაციის პირველი ნიშნები, მან პასუხად გასცა, რომ ცივილიზაციის პირველ ნიშნად მოიაზრებდა ადამიანის უნარს და ხმარებოდა მის გვერდით გასაჭირში მყოფ ადამიანს. ჩვენი мотиваცია სოციალური მეწარმეობა მიგვეტანა უფრო მეტ ადამიანებამდე, უფრო მეტ ადამიანში გაგვიღვიძებინა ინტერესი დაიწყონ ეს საქმიანობა და გახდნენ სოციალური მეწარმეები, სწორედ ამ ხედვას უკავშირდება, რომ იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ცვლიდეთ ადამიანთა ცხოვრებას უკეთესობისაკენ და ვზრუნავდეთ მათ კეთილდღეობაზე. დღევანდელ სამყაროში, როდესაც ადამიანები საკმაოდ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ვალდებულება ერთობლივად ვზრუნავდეთ გარემოზე და ერთობლივად ვზრუნავდეთ დღეს გასაჭირში მყოფ ადამიანებზე, იმისათვის, რომ ხვალ უკვე მათ შეძლონ იგივე საქმიანობა განახორციელონ და იგივენაირი გავლენა ჰქონდეთ გარემოზე. შესაბამისად, ყველა ის თავი, რომელიც ამ წიგნში არის მოცემული, დაინტერესებულ ადამიანებს პირველ რიგში შეუქმნის წარმოდგენას თუ რა პრობლემები, რა გამოწვევები არის გარემოში და როგორ შეიძლება რომ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ სოციალური მეწარმეობით და ამასთან გქონდეს როგორც დადებითი გავლენა, ისე ეკონომიკური შედეგები. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ბევრი ადამიანი დაინტერესდება სოციალური მეწარმეობით და განსაკუთრებით ბევრი ახალგაზრდა ჩაებმება სოციალურ მეწარმეობაში და ერთობლივად გვექნება დადებითი გავლენა საზოგადოებაზე და ვიცხოვრებთ გარემოში, სადაც ღირებულებათა ცენტრში დგას ადამიანი.